მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ ზონაში. დღეს ჩემი სტუმარია ქეთა ჯანდიერი, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელთან შეხვედრაც დიდი ხანია მინდოდა და დადგა ეს მშვენიერი მომენტი. ქეთა, შენ ხარ ეზოთერიკოსი, არაფსიქოლოგი, მანამდე იყავი კრიმინოლოგი. ხო, აი ცოტა რაღაც ესეთი უცნაური შეცვლა პროფესიის. მეც რო არ დაგიმალო, მესამე პროფესია მაქვს შეცვლილი, გამოცვლილი, ესე ვთქვათ, მაგრამ ესეთი გადასვლა მე ჯერ არ გამიგია, საინტერესო და მინდა რომ აი ამის შესახებ მოგვიყვეთ. აი ჯერ რატო აირჩიე თავის დროზე და მერე რატომ გადმოხვედი ახალგაზრდა ხარ? საიმისოდ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი 30 წლის ხდება, 40 წლის ხდება, აი შეიძლება მობეზრდეს კიდეც. მაგრამ არ მგონია რომ შენ იმხელა იყო რომ მოგბეზრდებოდა კრიმინოლოგია. რომელიც ძალიან საინტერესოა და ფსიქოლოგიასთანაც არის კავშირში, ახლა რასაც ემსახურებ. დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა რომ მომიწვიეთ. ხო, საინტერესო პროფესიული განვითარების გზა გავიარე, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა. სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ და აკადემიური ცოდნითაც ესე ვთქვა, დატვირთული იყო ჩემი სტუდენტობის წლები და პრაქტიკითაც. რაც შეეხება რატო შევიცვალე სფერო, იცით რა არის, მეორე სპეციალობა სწორედ ფსიქოლოგიური იყო, რაზეც მე საბაკალავრო მხრივ პროგრამაზე ჩავაბარე და მინდოდა რომ ეს ჩემი სადოქტორო თეზისი და ასე შემდეგ მრავალ მხრივ ესე ვთქვათ, მდიდარი და მრავალპროფილური ყოფილიყო. მიზანი თავიდან ეს იყო, აი რამდენიმე სპეციალობას რატომაც მივედე, ესე რა ვთქვათ, ხო? მაგრამ მე ცხოვრებაში დადგა ისეთი ეტაპი, სადაც მივხვდი რომ ეს ჩემი შერლოკ ჰოლმსის ჩიბუხი და ინტუიცია რამაც გადამაწყვეტინა ამ სფეროში ფეხი შემებიჯა და აბსოლუტურად უპატრონო ვიყავი, იმიტომ რომ მე არც საგვარეულოთი იურისტი არ ვყოფილვარ არასოდეს, არც ფულიანი ოჯახიდან არ ვიყავი, რომ გავლენები ყოფილიყო და ბევრი ჭიდაობით და ბევრი ბრძოლებით მაქვს მიღწეული ყველა ჩემ წარმატებას და მიხარია და ამაყი ვარ მართლა ამით. მაგრამ იდგება ცხოვრებაში ეტაპი, რომ დაიღალე. და დაიღალე იმით, რომ პრაქტიკა არ ემთხოვა იმას, რასაც ფიქრობდა, როგორც ხედავ და დაიღალე იმით, რომ ძალიან ბევრს იბრძვი იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიო, უფრო დიდს და უფრო მასიურს, იმიტომ რომ აი მხოლოდ სასამართლოს ხდომები და ანუ მარტივი რაღაცა кейსები და საქმეები ჩემთვის საკმარისი არ იყო. მე მინდოდა უფრო ესეთი მასშტაბური ტიპი ყოფილიყავი და იმ პერიოდში და იმ ასაკში შეიძლება უფრო მეტი ამბიცია მქონდა, ვიდრე რეალურად საჭირო იყო რომ მქონოდა, ხო? იმიტომ რომ ხა ვსაუბრობ უფრო ზრდასრული ადამიანი და იქ არის ბავშვზე, პატარა ბავშვზე, რომელიც ცხოვრების ასპარეს იწყებს. და ამიტომ ეს ბევრი რაღაც რომანტიზირებულიც იყო, მეგონა რომ პრაქტიკა უფრო ისეთი აგატა კრისტი რაღაც და ახსენე და აგატა კრისტი ჩვენ ის თაობა ვართ, ეხლა არ ვიცი რამდენად კითხულობენ დღევანდელი თინეიჯერები, მაგრამ შერლოკ ჰოლმსს რო ვკითხულობდი და წავიკითხე 15-ჯერ მეც ძალიან მინდოდა რომ ვიყავი ამ სფეროში და გამომძიებლობა მინდოდა, ეხლა გამახსენდა დამაბრუნდა ბავშვობაში. ძალიან საინტერესოა. გერმანიასთან რა კავშირი გქონდა? გერმანიაში Social Democratic Party-ში ვმუშაობდი, იოჰანეს კარსი იყო ჩემი head ლიდერი. 19 წლიდან დავიწყე ეს პრაქტიკა, მაშინაც გამიმართლა, იმიტომ რომ იყო მოწვეული ლექტორი, რომელმაც შემამჩნია, იმიტომ რომ ინგლისური ენის ლექციებს, ინგლისურ ენაზე უფრო სწორად ლექციებს კითხულობდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემატიზაციაზე და შეგვარჩიეს უნივერსიტეტში ადამიანები, რომლებიც ინგლისურად, საუბრობდით იმ დონეზე და გვესმოდა, რომ ეს მოწვეული სპეციალისტის ლექციები გქონოდა, ესე ვთქვა, დამატებით საათებად და მაშინ იყო რაღაცა ის ცოტა კურიოზულიც და ისეთი მომენტებიც, რამაც გადააწყვეტინა ამ კაცს, რომ შვილო წამოდიო, ჯანსაღ ქვეყანაშიო, იქ უფრო მეც მიაღწეო და მე გაგიწევ პროტეჟესო, რომ შენი CV უფრო მდიდარი გახდეს და კურიოზები რა იცით იყო რაღაცა საკითხები, მაგალითად, ვერ ვიტყვი რომ ვნანობ, მაგრამ ეს არის ბავშვური და იმედია საზოგადოება სწორად გაიგებს, ხო? გერმანელი იყო, ძალიან პატარა ვარ და გერმანელი ქართველს მიკითხავს ლექციაზე იმ პერიოდში, ჩემთვის რეზონანსულია დისკრიმინაციაზე. და გამოვხატე პროტესტი, რომ ცოტა ჰიტლერის მერე სირცხვილი ხომ არ არის, რომ ამას შენ მე მასწავლი. რაღაც ესეთი მომენტი, რა თქმა უნდა, თქვენობით ფორმაში და ცოტა იუმორით ნათქვამი იყო, ცუდად არ მიუღია. აი
საქართველოში არის, რომ ყველაფერს იღებენ ძალიან უხეშად, ქსენოფობურად, რასისტულად. აი როგორ კეთილადაც არ უნდა უთხრა ლიკაიცი, ალბათ ეს განაპირობა რთულმა ცხოვრებამ, ადამიანების სირთულეებმა, რომ იუმორის გრძნობა დაკარგეს. რა თქმა უნდა, ხა იუმორს თავისი ტაქტი უნდა გააჩნდეს, მაგრამ აი რაზეც აქ კომბლებით გამოგეკიდებოდნენ, ხო? გერმანიის პარლამენტში რომ იხუმრია, ჩვეულებრივად გაუცინია. არიან ქეთა, იმიტომ რომ ალბათ ჰიტლერის კომპლექსი ხო და ხო ეს გამზადებული პასუხები რო აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან ერთი და იგივე. შეიძლება ესეც იყო. შეიძლება არ არის გამორიცხული და ეს სითამამე და ესეთი რაღაცეები იყო ჩემი ყოველთვის გაიცინა და მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ ლექციას თქო და წამოვედი. მეორე ლექცია იყო ოცნებებზე მესაუბრეთო და ნუ დაიწყეს რომ ოჯახი და ძაღლი და რაღაც და ჩემთვის ოცნება არის ის მოტო ან მამოძრავებელი ენერგია რომლისკენაც მე მივიღწვი ხო ოჯახს შევქმნი ძაღლს ვიყიდი აი როგორ შეიძლება ოცნება ამდენად პრიმიტიული იყოს და მაგაზე დავიწყე სიცილი ცოტა ვერ გაიგო ამ კაცმა და რა გაცინებსო და მე ცოტა სხვა ოცნებები მაქვს მეთქი და განვუმარტე რაც ახლა თქვენ გითხარით და შენ რაზე ოცნებობოდა? ნუ ესეთი ტვინგლუობა და სიბნელე რომ არ იყოს. ეს იყო ჩემი კომენტარი და აი მიხვდა რომ ცოტა რადიკალური, ცოტა შეიძლება ცუდი დიპლომატი ვიყავი და რაღაცა ესეთი ვიყავი, ხო? მარტო შენ იყავი ქართველი? არა, სხვებიც იყვნენ ქართველები, იმიტომ რომ ქართულ უნივერსიტეტში ხდებოდა ეს ყველაფერი, საქართველოში მოხდა თავიდან, მაგრამ ნუ ამან განაპირობა მე ის რომ აქ ვერ გაგიგებენო და მე მინდა რომ დაგეხმარო და ხელი შეგიწყო იმაში და მართლაც აი ეს კურსი რო დამთავრდა დეკემბრის თვეში მე ოფიციალური მიწვევა გამომიგზავნეს გერმანიის პარლამენტში და მე იყო რამდენიმე ესეთი გასვლა და უკან დაბრუნება ანუ ხან მოკლე მაქსიმუმ 1 თვე ყოფილვარ ბერლინში რო გითხრათ რომ სულ იქ ცხოვრობდი არა მოვდიოდი სადღაც 3 წლის განმავლობაში კრიმინოლოგია ვახსენეთ რატომ აირჩიე ქეთა დამნაშავის ფსიქოლოგიის შესწავლა აი რა მიგიზიდა სხვათა შორის ნუმეროლოგიაც ხო ბავშვობიდან მაინტერესებდა როგორც ნუმეროლოგს ანუ ეს ფსიქოტიპები, პროტოტიპები და ასე შემდეგ. და ყოველთვის მინდოდა რომ ეს მეცნიერება რომელიც ამდენად თავში ხელწამოსარტყამია, მე როგორც აკადემიურ ადამიანს გამომეყენებინა რაღაცეების გამოსარკვევად და საკვლევად. რამდენიმე სერიული მკვლელი ავარჩიე, რომლის დაბადების თარიღებით შევისწავლე მაშინ და მაინტერესებდა რატომ გადაწყვიტეს ეს და რა მიდრეკილებები ჩანდა თუნდაც ასტროლოგიურად ან ნუმეროლოგიურად. ეს სქემები რო შევადგინე, მსგავსება ძალიან ბევრი იყო მართლა. ამიტომ აი კრიმინოლოგიამდე მისვლა, რომ გადამეზარდა ჩემი ეს კონკრეტული სპეციალობა უფრო მრავალმხრივ და ცოტა სხვა სპექტრში, ანუ ბიძგი თითქოს ეს იყო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ არც ერთი ადამიანი დანაშაულს უბრალოდ ასე არ სჩადის. საერთოდ ჩვენ ასე უბრალოდ არ ვიქცევით, ანუ რაღაცეებს თავისი აი აქ ჩაგიძიები მაინც იგივე კითხვა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით დასმული, რატომ დამნაშავის ფსიქოლოგია და არა წარმატებული ადამიანის, ხო? ძალიან ბევრი წიგნი იწერება და სწავლობენ წარმატებული ადამიანის ტვინი როგორ არის მომართული, რომელიც დაიბადა უბრალო ოჯახში და თქვათ გახდა მილიარდერი, ხო? რატომ? აი რატომ? იცით, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე უბედური და სასტიკი ადამიანი რა მოტივით ჩადის იმას, რაცაც ჩადის, ეს უფრო იყო ჩემი ინტერესის სფერო, ვიდრე ის წარმატებული და კარგი რო ხარ და კარგი გარემოება გაქვს. თუნდაც იყო რაღაც მხრივ სიდუხჭირეში აღზრდილი და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მარტივია ჩემთვის, იცით? ფილმები ამ პერიოდში როგორი გიყვარდა? ეხლა მე საით მივყავს, იცი, ეხლა შენთან ერთად ვფიქრობ ამ ამბავს, იმიტომ რომ გოგოებს ზოგჯერ გვაქვს მიდრეკილება, არა ჯანსაღი ურთიერთობებისკენ და არა ჯანსაღი ამბებისკენ. რაღაც ძველი ბიჭები რომ მოგწონს რაღაც ასაკებში, ხო? მოგწონდა და მე რო ვიგებთ რომ, ნუ, ხო. ასაც ვიგებთ. მაინც აი, ხო, ფილმებზე გკითხე, როგორი ფილმები, ну, მეც მქონდა პერიოდი, რომ აი ეს კრიმინალური ფილმები, ეგრეთ წოდებული საშინელებათა ფილმები მომწონდა და ხო არ ემთხვევა ამ პერიოდს. საშინელებათა მეტად, ანუ ჩემთვის დღემდე საინტერესო არის არაპროგნოზირებადი, მძაფსიუჟეტიანი თრილერები, რომელიც არის საგამოძიებო სპექტრი და უფრო ფსიქოლოგიური თრილერები მომწონს, სადაც ალეგორიები უნდა ეძებოდა, თუნდაც სტალკერი, ხო? ანუ რაღაცა ამ ტიპის ფილმები მომწონდა ყოველთვის ბავშვობიდანვე, სადაც უბრალოდ ტრაფარეტულად რო აი ეს ხდება და
გადაკოცნეს ერთმანეთი და მერე ბედნიერად იცხოვრეს, არა. ანუ რაღაცა სხვა ქვეტექსტები არის, რაც გასწავლის ცხოვრებას, იმიტომ რომ თითქოს ყოველთვის ვემზადებოდი, რომ არაჯანსაღი ესე ვთქვა და ცოტა გადახრილი მოცემულობის მხრივ თუ რაღაც შემთხვევა იქნებოდა და შევეჯახებოდი, ხო? რა ბერკეტი მქონოდა იმისათვის, რომ მზად ყოფილიყავი და რაღაცნაირად ნავიგაცია მქონოდა, როგორ გამოვიდე მაქედან. შენაბობხე იმას, რასაც მშობლები ან ვინმე უნდა ასწავლდეს თინეიჯერებს. იცი რომ მე მაქვს ეს აღებული, მე თინეიჯერებთან მიწევს ურთიერთობა და მე მაქვს საკუთარი გამოცდილება სამწუხაროდ და უკვე ბევრი ცოდნა ფსიქოლოგიური, არაფსიქოლოგიური და უნდათ არ უნდათ. მეკითხებიან, არ მეკითხებიან, აი ბავშვებს, როდესაც დამთავრდება გაკვეთილი, ვისვამ და ვესაუბრები ამ თემაზე. რომ თუ კი მის გზაზე მოხდება ესეთი ადამიანი, მოხვდება, რომ ამოიცნოს. არ ვიცი ხა 10-დან 10 გაითვალისწინებს თუ არა, მაგრამ რამდენიმე მაინც გაითვალისწინებს. მე არ მქონდა ცოდნა საერთოდ არ მქონდა. ვიყავი აი ძალიან მიამიტი და გულუბრყვილო და მივხვდი რომ ანუ აი როგორც რაღაც საგნებს ასწავლიან სკოლაში, ხო. აი ოღონდ გოგონები ცალკე უნდა დასვან და ამოცან. შეიძლება ბიჭებიც, იმიტომ რომ ეს ნარცისები ხა მარტო მამაკაცები ხო არ არიან. საერთოდ ფსიქიკა რაღაც დოზით ჩვენც ვიყოთ, ხო? კი, აუცილებლად. მე ყოველთვის ვამბობ, თვითკრიტიკულობა არის აუცილებელი. აი ამოცნობა რომ ისწავლონ და მე უკვე უნდა გააგრძელებს ურთიერთობას, ის უკვე თავის არჩევანია. ხო, ეს მისი არჩევანია. ინფორმირებული ხარ, შეიარაღებული ხარ, ხო? ნუ ნარცისული შტრიხები ჯანსაღი ფსიქიკისთვის ზოგადად აუცილებელი, ალბათ ამ ეთანხმებით, ოღონდ გააჩნია რა დოზით და რა ფორმაშია. ის რომ ამბიციური ხარ, ის რომ თავი აი რა დოზით არის საჭირო კეთა. ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ფასი, აუცილებლად. რას წარმოადგენს? ოღონდ ეს არ უნდა იყოს გაბერილი და არა ობიექტური, ხო? ნუ ობიექტურად ყველაფერი ფარდობითი და შედარებითია ცხოვრებაში. შენ რო წყვილი თვალი გაქვს და ვიღაცას რომ ეს არ მიეცა ან დაკარგა, ხო? შენ უკვე ვიღაცაზე მეტი მოგეცა და განა ამ პარტავნებაში უნდა იყო, მადლიერი უნდა იყო ამისი, რომ რაღაცეები შეგიძლია, რაც სხვისთვის შეიძლება საოცნებოა. აი ნარცისად ვერ ფორმირდები, როცა შენი ენერგომთავარი იმპულსი არის მადლიერება. რომ ეს შენ კი არ ხარ, ეს შენ მოგეცა და მადლიერი ხარ ამისთვის. თორე ქალებიც მეც მაქვს ნარცისული შტრიხები, მე ვიმუშავე ამაზე, რომ სადღაც გავჩერებულიყავი, იმიტომ რომ არ დავასრულე სწავლა-განათლება, სადღაც ხუთი ენა, სადღაც ლიტერატურა, მუსიკა, ხატვა, პროზა, პოემები, აი ყველაფერი გავიარე, რაც შეიძლებოდა 4 წლიდან პიანინოზე დაკვირდან დამთავრებული, სიმღერის დამთავრება. აი არ მყოფნი და გესმით, აი როგორც მაგალითად აი წამალდამოკიდებული, მუდმივად რაღაცის, აი ეს არის ADHD სინდრომის ერთ-ერთი შტრიხი. კი. კი, ზუსტად. ხო, მეც რამეს ვიწყებდი არ ვასრულებდი. იცით, არა, არ ვასრულებდი, არა, მიმყავს, პერფექციონისტი ვარ. მიმყავს იმ დონემდე, რომ რო დავჯდე რომელიმე სფეროს წარმომადგენელთან, აუცილებლად შეექმნება ის წარმოდგენა, რომ მე დილეტანტზე მეტი ვარ. ანუ ეს არ არის, რომ მივიყვანე და მივატოვე, ბოლომდე მიმყავდა ყოველთვის, ანუ მუსიკალური სკოლაც დამთავრებული და ანუ ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? მაგრამ არის მომენტები, რომ ეხა იმდენად გადავიღალე ამდენი წერა კითხვით, რომ რაღაცას გადავხედო და გადავდო ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეგ არ მქონია, იცით? რომ აი მივყარე, მივატოვე შუაგზაზე ან რაღაცა, ყოველთვის ბოლომდე გამქონდა. დაუბრუნდები კითხოს, რომელიც უკვე დაგისვი. არის დამნაშავის ფსიქოლოგია, როდესაც სწავლობდი. მიაგენი შენთვის საინტერესო პასუხები მიიღე? კი, და ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი იყო ზუკო. სერიული მკვლელი და მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, ნუ ამას იმედია ადეკვატურად გაიგებს, ცნობიერად გაღვიძებული, თორემ მე სხვებზე არც მაქვს ამბიცია რომ რამე გავაგებინო. რა მოტივით შეიძლება გახდე ამდენად სასტიკი და დაუნდობელი მკვლელი და ყოველთვის პრობლემა არის დედა. მამა რა დააშავა? ეს არ ნიშნავს, რომ გეტყვით, ეს არ ნიშნავს, რომ მამებს მე პასუხისმგებლობისგან ვათავისუფლებ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ხარ, დედაში ყალიბდება პლაცენტა, პლაცენტაზე ხდება ემბრიონის მიმაგრება და ეს არის კვების ის სივრცე, სადაც ხდება კოლექტიური ცნობიერის და დედის ცნობიერების და გამოცდილების და პროგრამების გადაცემა ბავშვზე. ამიტომ ისეთი ახლო დედა არის სამყარო.
დედა არის, აი მუნჯისენა დედამიცის, რატო? ბავშვი რო ტირის, მამა ვერ ხვდება რა ატირებს. იცის დედა მხოლოდ. დედა არის სამყაროსთან ენა, რომელსაც სწავლობ. როგორ დაიცვა თავი, რა მოითხოვო, რა ფორმით მოითხოვო და ასე შემდეგ. ამიტომ მე არ ვიძახი, რომ ყველა დედა ცუდია, მაგრამ არიან დედები, რომლებიც მზად არ არიან დედობისთვის და აქ მხოლოდ ცხოველური ინსტინქტი ან საკმარისი არ არის. ბავშვს ჭირდება ცნობიერად მიდგომა და მუშაობა, ფსიქოლოგიური სწორი მუშაობა ჭირდება. მარტო გაზარდე, აჭამე, ჩააცვი და ცხოვრების ასპარეზზე მატერიალურად დავარცხნილი გაუშვი, არ არის გაფრჩებული არ ვიცი, ახლა პირველად გავიგე. ზუკოზე? ხო, ზუკო დედა იყო მონსტრი, რომელმაც მერე შექმნა თავისი მონსტრის შვილი. დედა, რომელიც სწორად არ ექცევი საკუთარ ბავშვს, ხო, იქნება ეს ბიჭი, გოგო, არ აქვს მნიშვნელობა. სისასტიკესია საუბარი. იცი რა, სისასტიკე და შეუმჩნევლობა, იცი, არ გაღიარებ, არ შეგამჩნიე, ტაში არ დაგიკარი, ყოჩაღ არ გითხარი და არ გკვებე დადებითად, ემოციურად და მერე ესეთი ბავშვები ხდებიან. მერე ხდებიან იცით მათი შვილები შეიძლება მათ მიმართებაში არ არის ზუკოსავით გადახოცონ მთელი ოჯახი, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში აუტანელი ვიღაცა გიგანტები და ანუ რას გულისხმობ ქეთა ის რომ თქვათ დედაზე გაბრაზებული მამაკაცი და ვისაც ქალი ქვია ყველაზე ანთხევს აუცილებლად. ანუ ეს არის შურისძიება სინამდვილეში დედის მიმართ. აუცილებლად. ოღონდ ეს ხდება რა თქმა უნდა ქვეცნობიერად. ამას თუ ადამიანი აცნობიერებს, მაშინ ნუ სხვა რაღაცასთან გვაქვს ხო. აქედან გამომდინარე კიდე ერთ ლექციას დავუმატებ ჩემს მოსწავლეებს, რომ სანამ გაყვებიან ცოლად, ბიჭს მანამდე შეისწავლონ დედასთან მისი ურთიერთობა. ხო, იცით რატო? თუ მიეცემათ ამის საშუალება. ხო, ან გამოკითხონ მაგალითად, იცით, იმიტომ რომ ნუ გააჩნია ხა არის ტოქსიკური მშობელი. სფერებში მოყვება ამას. ხო, მაგრამ ხო უნდა მიხვდე ინტუიციურად ადამიანი რაღაცას ახლა სიტყვებს შორის ამოიკითხოს, რასაც პატარა გოგონა ვერ გააკეთეს, მაგრამ ეხა საბედნიეროდ აღარ არის ის ტენდენცია, როცა 14, 15 და 16 წლის ბავშვები თხოვდებოდნენ. მაგრამ იცით რა არის ლიკა? ორი უკიდურესობა ხვდებით, ანუ მშობელი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს თავის შვილი როგორ არის და მშობელი, რომელიც ზედმეტად ჩართულია თავისი შვილის ცხოვრებაში. ანუ აქ ბალანსი უნდა იყოს აუცილებლად დაცული და ნებისმიერი მამაკაცი, აი ფროიდის საკითხიც რო განვიხილოთ, ხო, და ქალბატონიც, ანუ პირველი კაცი გოგოსთვის არის მამა, პირველი ქალი ბიჭისთვის არის დედა, ხო? ნუ ამ ოჯახურ ურთიერთობებს ხო უყურებენ და ნუ იქ თუ რაღაცა ისეთი ძალადობა და ასე შემდეგ ხდება ბუნებრივია, მე ეს აისახება მათ ფსიქიკაზე და სამომავლო ტენდენციებზეც, მაგრამ აი მაგალითად დედა და მეორეჯერ მაგალითად გათხოვდა. პირობითად ესეთი кейსი განვიხილოთ, ხო? შეიძლება ბავშვმა იგრძნო რომ მიტოვებულია მაგ დროს. არ არის იმდენად საჭირო ან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დედამ ვიღაც სხვა მამაკაცზე გააკეთა არჩევანი. ეს არ გადამუშავდა, ბავშვს არაფერი არ აუხსნეს და ბავშვი დედაზე გაბოროტებული 23 წლის ასაკში შეიძლება თავის შეყვარებულს ცემს. არა და ის გოგო ძალიან კარგია, უბრალოდ აგრესია აქვს აუხსნელი. იმიტომ რომ სადღაც ეს ქვეცნობიერი პროგრამაა ჩართული. რაღაც დედის ვერ მოინელა. ანუ მარტო სისასტიკე არ არის მოძალადის პრობლემა რა, ანუ ყველა მსხვერპლი პოტენციური კი, მსხვერპლი ხარ ჯერ და მაგიტო ხარ მოძალადე. რეალურად მაგ სამკუთხედში მსხვერპლი გადამჩენილი მოძალადე. მსხვერპლი რო არ იყოს არავინ არ იქნებოდა. ლოგიკურად. მსხვერპლი განაპირობებს ყველაფერს რეალურად და ამიტომ ყველა მოძალადე არის მსხვერპლი და ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა იქ ხო არის რომ მარგარიტა რო ყვება მე შენ გიამბობ ზღაპარს დეიდაზე რომელიც ძალიან ბევრს ტიროდა ან ცხოვრებაზე უკმაყოფილო იყო და ბოლოს ის გადაიქცა ბოროტ დეიდად ანუ ეგ არის ტკივილი და გადაუმუშავებელი რაღაცა პროგრამები რომლებიც განაპირობებს მე სისასტიკესაც და პოტენციურ მოძალადის ესე ვთქვათ პროტოტიპის შექმნას ცხოვრების უსამართლობად მეჩვენება ის ამბავი, ახლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, მეც ვიცი პრინციპში, რომ ეს ასეა, ბევრი წამიკითხავს, მეც მისწავლია, გამივლია და უსამართლობა, რომელსაც ვერაფერს ვერ ვუსამთ. თქვათ, იმიტომ რომ თქვათ, დედა
თუნდაც გათხოვდა მეორედ, რატომაც არა ხო აქვს ქალს ბედნიერების უფლება და შვილმა ეს მტკივნეულად აიღო. ან დედა, რომელმაც თავის გულგრილობით, თავის დაუნებურად მიაყენა ტრავმა. ხო, ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ადამიანი, ბავშვი, ისე რომ მას არაფერი არ დაუშავებია, ანუ ცხოვრება ისე შეიძლება ჩაწიხლოს, რომ გამოვიდეს ესეთი ტრაგიკული პიროვნება, რომელიც აზიანებს ყველას ბუნებრივად თვითონაც უბედურია. და კიდევ მთავარი რა არის ლიკა, იცით? აი მაგალითად ყველა ოჯახში კონფლიქტი ხდება, ხო? აი როდესაც დედა მამაზე გაბრაზებულია და ზიზღისენა ირთვება მანდ, ხო? ეგეც არ არის სწორი ყოველთვის, ანუ პრობლემებისკენ არის ხოლმე ესეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი მიდრეკილი, ხო? იმიტომ რომ ბავშვი მაგ დროს გრძნობს, რომ ანუ იმის ნაშიერი ხარ, ამისი შვილი ხარ, თუ როგორ გავხარ მამ, ანუ ან დედაზე პირიქით, ხო, ანუ რო ვატრიალოთ ეს სიტუაცია. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ რაღაცა ცუდია და დამნაშავეა, იმიტომ რომ აი ვიღაცის შვილად გაჩნდა, მიხვდით? და ეს იმდენად ფუნდამენტური და ინდივიდუალური საკვლევი, ხედ მე ჩემ პაციენტებთან, ხო? იცით რა განსხვავება, ანუ ამ ხრივ პარაფსიქოლოგსა და ფსიქოლოგს შორის, რომ ანუ კლიენტს არ ეძახი პაციენტს. პაციენტია, იმიტომ რომ მე ანუ სულიერება ენერგეტიკა და სხვაგან, ანუ კლიენტი ცოტა ფიქრობ, რომ ისეთი იაფასიანი არლიყი იქნებოდა, ხო, აი ფსიქოთერაპევტები უფრო კლიენტს სხვა ის. იცით რა არის, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყოველს თავის ფრაზეოლოგია, ლექსიკა აქვს, მაგრამ მე თვითონ ყურს მჭრის და მეხამუშება კლიენტი, არ მომწონს. კი, მართალი, სხვათა შორის თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ, მართალი ხარ, ყურს ჭრის კლიენტი. ხო, უხეშია. თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება თქვა აი პაციენტი რომ იწოდოს თავმოყარეობაზე არ ტყამდეს, ხო, ეგეც ნარცისული შტრიხი, ხო, მაინც ვერ გავუგებთ. მე მგონი აქ რაღაც ახალი ტერმინოლოგია მოსაფიქრებელი. იცი რა, ადამიანი ცნობიერად უნდა მიდიოდეს, სადაც მიდიხარ და ეხლა რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ ფსიქიკური პრობლემა და ცოტა გადახრილობა არ გაქვს და აბსოლუტში ჯანმრთელი ხარ, სწორედ მაშინ ხარ სამკურნალო და ეს ჩვეულებრივი მომენტია დღევანდელ დღეს და ამ ცხოვრების რიტმში ვერავინ დაალაგებული ესე ანბანის მიხედვით ვერ იქნება, ყოველას თავის სირთულე აქვს და ყველა თვალების უკან არის რაღაც ისტორია, რომელმაც ეს თვალები და სახე და ყველაფერი შექმნა, ხო და აი ეგ არის, აი მე კლასიკურად მაგალითად ხო პაციენტებს რო ვიღებ, როგორც ნუმეროლოგი და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეზოთერიკოსი. ვადებში გაწელილი არ მაქვს ეს შეცნობის პროცესი და ადამიანის ქცევის მოდელს არ ვაკვირდები, რომ მე რაღაც კონკრეტული ანალიზი გავაკეთო და დასკვნები გამოვიტანო. მე მაქვს დაბადების მოცემულობა, თარიღი, ლოკაცია, საათი და ასე შემდეგ და ჩემი საავტორო მეთოდით ზოგადი წარმოდგენა ეს ჩარჩო მაქვს ჯანმრთელობის მხრივ სად არის მიდრეკილი პირად კონტექსტში, ფინანსებში, ენერგეტიკულად, საგვარეულო პროგრამით და მე ვიწყებთ აი ამის გაშლებს და საათ ნახევარში ვალაგებთ იმას, რაც შეიძლება 3, 4 და 5 თვე ჭირდებოდეს. ამიტომ ამ მხრივ ჩემთვის ეს მკურნალი ცოტა ისეთი ნათქვამია, ხო, მაგრამ ნუ მაგასთან არის ასოცირებული სულის მკურნალი, ხო? ქეთა, ეხა საგვარეულო პროგრამა რო ახსენე, მე გამახსენდა ყველაზე რეზონანსული ინფორმაცია და საქმე ეხა რომელიც გავრცელდა და აბსოლუტურად ყველა ადამიანი განიხილავს, ქალბატონი, რომელიც ეხა ემიგრაციაშია და რომელიც ყვებოდა რომ სვანეთში მას 9 წლიდან აუპატიურებდნენ სანათესავ, ხა ოჯახის წევრს ვერ დავარქვო, მაგრამ საქართველოში ხო ნათლის ძმა და მერე სხვა ძმები, სულ 4 ადამიანი. 9 წლის ასაკიდან. აი ცოტა კითხვაც კი მიჭირს, ძალიან შემძრა ამ ამბავმა და ზოგადად ესეთი ამბები მიმართ მაგ ისეთი მიუღებლობა, რომ ერთგვარად ბლოკავ კიდეც, რომ აი ადრე ესე ვაკეთებდი, ახლა მინდა რომ ჩავხედო ამ ამბავს თვალებში, თუნდაც იმიტომ რომ კითხვა დაგისვა ამასთან დაკავშირებით. არ ვიცით რა ხდება საქართველოში, ჩვენ გვეგონა რომ მსგავსი რაღაცები მარტო საზღვარგარეთ ხდებოდა, იმიტომ რომ ეს ფილმებში იყო ესეთი ისტორიები, ან რაღაც შორიდან გვესმოდა. არ გვეგონა რომ საქართველოში ხდებოდა. მეც მთისშვილი ვარ, მოხევე ვარ და ნუ ეს ამბავი მოხდა სვანეთში და ალბათ ამის გამოც რაღაც განსაკუთრებულად შემძრა და გამანადგურა. შემიძლია თქვა ესე ხმამაღალი სიტყვებით. აი როგორ მოქმედებს საგვარეულო პროგრამაზე, როდესაც შენი წინაპარი აკეთებს მსგავს რაღაცას. ამ ქალს არ შევეხოთ, ალბათ მასაც ქონდა რაღაც თავისი ну აი მაინც მიჭირს თქვა რა ხა 9 წლის ბავშვს რა პრობლემა შეიძლება ქონდეს, მაგრამ ღრმად რო წავიდეთ ამ საკითხში ალბათ მისი წინაპრებიდან იყო რაღაც პროგრამები, რომელიც განხორციელდა ამ ბავშვში, გოგონაში. მაგრამ ну
დასრულ მამაკაცებზე რო ვისაუბროთ. დღეს მატყავთ შვილები, შვილიშვილები. კი, ძალიან საცოდავ მდგომარეობაში არიან ახლა ისინიც. ამის გაგება შენს წინაპარზე არის ურთულეს, გადაულახავი ტრაგედია მათთვისაც. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ამბავი მაინც უნდა გაშხერებულიყო. მაინც. და ის საგვარეულო პროგრამაში რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თაობებში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემი იურიდიულ გამოცდილებაში და პრაქტიკაში იყო ბიოლოგიური მამა აჭარაში, რომელიც შვილს აუპატიურებდა. და ძალიან ბევრი შემთხვევა ხდება პედოფილიის საქართველოში, ძალიან ბევრი ბავშვისგან მომისმენია ისტორია, რომ მეზობელი ბაბუა ხელებს უთათუნებდა და რომ ვიკითხე რატო არ უთხარი დედას მეჩხუბებოდაო და ვერ გაუბედეო, ანუ ბავშვი თვლის რომ ვიღაცა რაღაცას რომ უბედავს, ეს მისი დანაშაულია და დედამ რო არ იჩხუბოს და ამას არ უთხრას, რატო იყავი და ასე შემდეგ, ანუ არ ამბობს არაფერს. პრობლემა ეს არის. ეს ცალკე ტრაგედია, მშობელი რომ არ გიცავს, ზოგადად ყველა აი ნახეთ ეს შეიძლება ძალიან ბევრს არ მოეწონოს, რასაც ახლა ვიტყვი. და არ მოეწონება ისეთ ადამიანებს, აქვე ვიტყვი, რომლის მტკივნე უჭრილობაზეც ახლა მე ფეხს დავადგამ, თორე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ამას აბსოლუტურად სწორად გაიგებს. ნებისმიერი პრობლემის საწყისი ყოველთვის არის მშობელი. ყოველთვის. კი. იმიტომ რომ დედა რომ ბანდა მე მაგალითად პატარა რო ვიყავი, ხო, რაღაც კონკრეტულ ასაკამდე მე ის მიხსნიდა, დედიკო, ხელი ესე არ უნდა მოგკიდონ, აქ ესე არ უნდა შეგეხონ, ესე ანუ მიხსნიდა დედა ჩემი ამ ყველაფერს. და შვილი 6 და 7 წლის რომ არის უკვე წესით ფსიქოლოგიურად სწორიც არ არის ბიჭი რო დედამ დაბანოს და გოგოს მამა ბანდეს, ხო? ცოლქმრის ლოგინში არ უნდა იწვეს ბავშვი და ბევრი რაღაცა არის გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა ადრეულ ასაკში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ყალიბდება და გარყვნილი ქმედებები, ეს რაღაცა პორნოები, სიშიშვლე მეტი 21 საუკუნე მეს უფრო მეტად მოიტანა და ჭარბად მოიტანა. მაგიტო არის ამდენი იმპოტენტი და ერექციული დისფუნქციით დაავადებული ახალგაზრდა ბავშვი, რომ გარდა ნარკოდამოკიდებულებისა ისეთ ცხოვრებაში მოუწიათ, რომ საერთოდ ქალის ინტერესი აღარ აქვს, ფიანდაზეა ყველაფერი. მოცემული, გავიხადე, შემომხედე, გავიარე, რა კარგი ვარ და ანუ ეს ხდება გესმით და ეხა პატარა ბავშვი რო გაბარია მშობელს თუ იმის თავი არ გაქვს რომ დედა იყო და ფსიქოთერაპევტები და ძიძები გჭირდება იმისათვის რომ მოიწყვიტო თავიდან და მშობლები ვიცი საზაფხულო სკოლაში დაყავთ შვილები იმიტომ კი არა რომ განათლებულები იყვნენ იმიტომ რომ მეტი დრო ქონდეთ თვითონ რომ გაერთონ გესმით და ესეთი მშობლების შვილები ყოველთვის პრობლემები იქნებიან დედაზე ჯერჯერობით არ საუბრობს მაგრამ ნუ ჩანს რომ ნაწყენია ნუ ნაწყენი იქნება იცით ეხა მე ეს кейსი არ ვიცი და ვერ შევეხები, იმიტომ რომ ეს ძალიან საკრალური თემა არის და იმ ადამიანისთვისაც მით უმეტეს სენსიტიურია და მესმის რომ რეზონანსულია, მაგრამ მე აქ რაღაც ენერგეტიკული და რაღაცა სხვა ტიპის ეზოთერული შეფასებები რომ დავიწყო, ხო? შეიძლება ვიღაცამ აღიქვას, რომ რაღაცა ძალადობას ხო არ ვახალისებ და ასე შემდეგ, ზოგადად ყველაფერს თავის ახსნა აქვს, მაგრამ მე აუცილებლად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას, სიტყვიერს, ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, მით უმეტეს ბავშვზე, ესეთ პატარა ადამიანზე, რაც შეეხება ეს ამბავი მიგვიყვანს ამ მოძალადე მამაკაცების, ანუ ესენი იყვნენ ძმები, ყველანი, მათ დედასთან. რომელმაც ხო აი ის თავის დაუნებურად, რა თქმა უნდა, არავინ არ ასწავლის თავის შვილს, რომ ხო აი ეს პედოფილია კარგია და ასე შემ მით უმეტეს ნათესავთან. მაგრამ ნუ ახლა წარმომიდგენია ახლა იქ რა პრობლემები იყო, ალბათ მივალთ დესპოტ დედამდე არ ვიცით ეგ არავინ არ იცის. ან შეიძლება სულ ადამიანამდე, რომელმაც საერთოდ არანაირი ცოდნა არ მისცა. ხო, ერთმა ძმამ, მეორე, მესამე, მგონი სამნი იყვნენ, დაუშვა ის, რომ ეს იყო შესაძლებელი. ხო, არ ვიცი ძალიან. საგვარეულო პროგრამას რაც შეეხება ზოგადად ნათელ მირონი, ანუ 9 თაობაზე გადადის, როგორც ვიცი, 7 თაობამდე არის სისხლით ნათესაობა. ამიტომ აი მე მყავს 9 ნათლული, ხო? და ყოველთვის მამაო მეუბნება ხოლმე, რომ შენ სულიერი დედაც ხარ. და შენი ვალდებულება არის, რომ ბავშვი ტაძარშიც ატარო, ანუ შეამეცნო ჩვენი რელიგიური ამხსარებლობა, რაღაც ნიუანსები და დედაც უნდა იყო, რასაც დედა მის ვერ გაუბედავს და ვერ ეტყვის, შენ უნდა იყო მისი მეგობარი, რომელიც კომბლით არ დახვდები და გაგეხსნება. შეძელი 9 ნათლული საკმაოდ სერიოზული ციფრია. იცით, გაფანტულები არიან ზოგი და ესე ვერ მაქვს. ანუ მეოთხე ნათლულზე უარი ვთქვი. თუმცა მაინც ანუ ჯვარი გავუგზავნე, არ ყოფილო არა ეკლესიაში. აი
მაინც რაღაც ვერ გამოუძველი ბოლომდე და რატომ შეიძლება ეწყინათ და ეწყინებოდათ ბუნებრივია. ეს არის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. და მე თან მით უმეტეს იმ პერიოდში ეხლა ვარს არ ვეტყოდე, მაგრამ როდესაც შენ თავზე ვერ ეხებ პასუხისმგებლობას და ბევრი რამ გაქვს მოუგვარებელი, აი ძალიან რთულია, გამოდის რომ ეხლა ფაქტობრივად რის გამო უნდა დათანხმდე. ხო, მე პატარა ვიყავი თან მაშინ და ჩემი ყველა მეგობარი ადრე გათხოვდა და მე დავიტოვე მადონას სერვისი. და ამიტომ არ გადავდგი ეგ ნაბიჯი და ეხლა ჩემ ლამის შვილიშვილებს ელოდებიან, იმხელები არიან ჩემი ნათლულები, ამაზე სულ ხუმრობ ხოლმე და ეგ ასაკობრივ იყო და ეს საგვარეულო პროგრამაზე რომ მკითხეთ ლიკა არ დამიწყები, მაგას რაც შეეხება, ბუნებრივია რომ ეს არის ზუსტად რაღაცა კონკრეტული სჯები, წყევლები და სულ ეზოთერიკას თავის დავანებოთ, რჯულის კანონი მოგვენახება მგონი და მაგას რო ჩავხედოთ და წავიკითხოთ ესეთი ინცესტი როცა ხდება ზოგადად, თუნდაც ნებით, არათუ ძალით, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სული და გაიწირა თვითონ თავი იმ კონკრეტულმა ადამიანმა ჯოჯოხეთისთვის და ქვაბის მომრევად ალბათ ძმები ერთმანეთს შეეხიდებიან, არ ვიცი. კეთა, დამოკიდებულების შესახებ ვისაუბროთ ჩვენც იმიტომ რომ თითქმის ყველა პოდკასტში და ყველა გადაცემაში ამაზე საუბრობენ, არის რაღაც ტრენდული გახდა, მაგრამ საჭიროა ამაზე საუბარი. დამოკიდებულება და ნარცისიზმი. მოდი დავიწყოთ ნარცისიზმით. რატომ არიან უფრო ნარცისები მამაკაცები? ეს ტერმინი ხო ქალსაც შეესაბამება. მაგრამ ხო ვწდები, მე მგონი უფრო მამაკაცები არიან, ხო? ვწდები ამაში? შეიძლება ხესი არ დაგვიწია, ცოტა ისე ირგებს ეთყობა, რომ აი თავმომწონე და რაღაცა. ეგ არის უფრო. ნარკისი, ხო? ნარკისი იყო თავიდან და მე რაღაც ფორმირება რომ განიცადა ქრისტეშობის შემდგომ, მე გახდა ნარცისი. ნარცისი მამაკაცი არის დედის გატუტუცებული ბავშვი, რომელსაც ძალიან ბევრი ისმინა, რა კარგი ხარ, როგორი ვარსკვლავი ბიჭუნა ხარ, საუკეთესო გეკუთვნის და რეალურად შრეკი იყო ვიღაც, რა ვიცი, რას გაიგებდა. მე ესეთი ნარცისებიც ვიცი, ვისი დედაც არ ყოფილა ესეთი. უხსიტყვიანი. ხო, პირიქით. ხო, ორი უკიდურესობაა ყოველთვის, ან ისეა ხოლმე, ან ასეა. ნარცისიზმი რა არის? შემამჩნიე, მაღიარე, მე ღირებული ვარ, მე მნიშვნელოვანი ვარ, მე აქ ვარ, მე ასეთი ვარ, ერთადერთი და განსაკუთრებული ვარ. ზოგს ამის დეფიციტი ქონდა და ამიტომ ფორმირდა ნარცისად, ზოგს დააჭერეს. ეს არის. კეთა, ეხლა გამახსენდა ჩემთან სტუმრად იყო ჩვენი მეგობარი მაია სვანკა იგივე. და თქვა ესეთი ფრაზა, რომელმაც გამოიწვია, არ ვიცი, როგორი ფნებათა ხელვა, იცი, მამაკაცების. აი, ამდენი კომენტარი ჩემ პოდკასტს არ ქონია. ძირითადად 90% იყვნენ მამაკაცები. თქვა ესეთი რამ, რომ ქალებს ამწუხაროდ გვიყვარს იმ მამაკაცის გადარჩენა, რომელიც დაგხვუპავს. აი ეს სიტყვა. და აი წინადადებაზე და განსაკუთრებით სიტყვა გადარჩენაზე. აი არ ვიცი რა დაემართა. გამოჩნდა ხო, რომ ბევრი ნარცისია ხო და აი მინდა რომ ხა შენთან ერთად, აი მაინტერესებს, მე თითქოს უპასუხე ჩემ თავში, აი დავჯექი და ვფიქრობდი, იმიტომ რომ აი თქვენ ვინ უნდა გადაარჩინოთ და თქვენი გადამრჩენელი, ზოგმა რაღაც უზრდელური ფორმით ხო გამოხატა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მოვაშორეთ ჩვენი პოდკასტის გვერდს. რატომ კეთა, აი გადარჩენა, რა დევს ამ სიტყვაში გადარჩენა? გადამრჩენელი წესით ხო არ არის ხა ეს ცუდი სიტყვა და თუ კი მეორე ნახევარს გადავარჩენთ, ან თუ ჩვენ გვიჭირს და ის გადაგვარჩენს. ამას არ ჯობია, აბა ვინ უნდა გადაგვარჩინოს თუ ჩვენ ერთმანეთი არა. აი რა არ ვიცი, რატომ მოხდა ეს? იცით რა არის ზოგადად მამაკაცის არსი წარიწმინდა, ამათ გონიათ რომ სასქესო ორგანოთი და შარვლით არის კაცობა განსაზღვრული და კაცი რომ იმ დონემდე დაეცემი, რომ შეურაცხმყოფელ სიტყვას გაისვრი ქალბატონის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ამას იმსახურებს, თუ შენ უკვე არა კაცი ხარ. ამიტომ აი ეს კულტურა და აი ეს რაღაცეები დაეკარგათ, ან დააკარგინეს, ან არ ვიცი, ცხოვრება მოუტანა ისე, რომ დაავიწყდათ, რომ მამაკაცები არიან. მაგრამ აი სიტყვა გადარჩენით, სწორედ ეგ არის, ნახეთ, ძლიერი რაღაცა შევეხეთ, ისეთ შევეხეთ ეგოს. არა ჯანსაღ ეგოს. მამაკაცი, რომელიც ქალს ეხმარება, როცა ქალი დაღლილია, რომ ჭურჭელი გაურეცხოს.
თავისუფლება მისცეს, აი რონალდოზე რომ მთელი ამბები იყო, რომ ხარზე თავი ჩამოუდოს და იტიროს ქალთან, ის კაცი არის კაცი და ძლიერი. კაცი, რომელიც ქალს მუშს დაურტყავს და ეხა შედი ქალო სამზარეულო, ანუ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ეგ კაცი არ არის, ეს არის კაცის პროვოკაცია, რომელსაც კვანტური გადასვლა აერია და ქვისხანიდან აღმოჩნდა 21 საუკუნეში. და ეს უზრდელი კაცის ფენომენი არ მესმის. მაინც დედამდე მივდივარ, ხვდებით? აი მაინც დედამდე მივდივარ. ნუ თუ ანუ არ შეუძლია მშობელმა იქონიოს იმდენად დიდი გავლენა, რომ გადაწონოს თუნდაც გარემო. იცით როგორი წრეები იცვლებოდა ჩემს ირგვლივ? მე წესით ახლა, რა ვიცი, თეთრი დათვები უკან უნდა მქონდეს მაშინ მოტოვებული, მაგრამ შინაგანი ღირებულებები თავიდანვე ფუნდამენტურად რო ჩამიდეს, გადამარჩინა მაგან. ეხლა მამაკაცი, რომელიც მეუღლეს იმას არ დაუფასებ, ან საყვარელ ადამიანს ხო გადაგარჩინა სიცხე რო გქონდა 80, შენმა ძმაკაცმა კი არ გადაგარჩინა ღვინო დუდუკი ქალებით. იმ ქალმა გადაგარჩინა, რომელიც გვერდზე გიდგას, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, აი ძმაკაცი იგირჩევნია კიდე ამ ქალს და აქ ცოტა მე სხვა პრობლემაზე დაფიქრება ჯობს რეალურად, რომ რაღაცა ლატენტური ხაზები ხო არა აქვთ. სხვა ამბავში, გადახრის ამბავში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ქალი ქალს გერჩივნოს ძმაკაცი. აი მე მანდ მიჩნდება შეკითხვა, ჯანმრთელი ხარ? რო რაშია საქმე? ხო, რაშია საქმე? აი მაგას ვერ ვიგებ, გესმით და აქ რაღაცა ტრადიცია, ადათი, წესი გავიგეთ, ამას არავინ არ კარგავს, მაგრამ ის ადათი და წესი სად გაქრა კაცები, რომ თავს იგიჟებდნენ ქალების გამო და მოპოვების გამო რაღაცა რომანტიული, ესე ვთქვათ, რაინდული ქცევები იყო და ასე შემდეგ. ეს სად წარიწმინდა, ანუ ეს ისტორია წავშალეთ და დავტოვეთ მარტო რაღაცა გაუკუღმართებული მანკიერი, ვითომ ფსევდო თავისუფლება, ბოზობა და უკომპლექსობა და აღვირახსნილობა და გარყვნილება, რომ თურმე თანამედროვეობა და მართლაც რომ თანამედროვეობა არის, მედროვეობაა მეტი არაფერი ეგ. და ამიტომ აი კომენტარსაც ვერ გავაკეთებ ამას და შესაძლოა ესეც გადახრილი შენ თვითონ ხარ და რაღაცეები დაიწერონ ახლა, ბუნებრივია, მაგრამ ნუ რაღაცა ლატენტური პროგრამებია მანდ მიდრეკილი, რომ თლად შეიძლება ვერ არის რა კონკრეტულ არჩევანზე ჩამოყალიბებული მაგაზე. ამ ფრაზით ჩვენ მოვიზიდეთ ძალიან ბევრი არაჯანსაღი ფსიქიკის. ნუ ბუნებრივია, იცით ლიკა, იმიტომ რომ ვერ ხედავთ რა ხდება. გარშემო გაიხედეთ რა ხდება უბრალოდ. კაცი აღარ დადის, რომ ყვავილით შევამჩნიოთ, რომ მივიდა და უმიზეს უთაჩუქა ეს ყვავილი თავის მეუღლეს. კიდე ერთი ფრაზა მე გავაჟღერე კითხვაში, მაიას დაუსვი ესეთი კითხვა, რომ ნამდვილი მამაკაცები არიან, არსებობენ თუ აღარ არსებობენ. ანუ ეს ხო გამოთქმა ეხა მარტო მე ნაკლებად სხვათა შორის უბრალოდ გავაჟღერე. აი ამას მოყვა კიდე მეორედ მოსვლა. კინგ-კონგივით ხელების ბაკუნი, რომ მე აქ ნამდვილი კაცი ვარ და შენ ვინ ხარ და ნუ მოკლედ წარმომიდგენია რა იქნებოდა. ყოველთვის წაიკიდებ, აი ყოველთვის ამას ყველგან ვიძახი, ლიკა. თქვენ ახლა ჩემგან ეგ არ გესწავლება და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდაც არ ინტერესდებით, უბრალოდ ახლა საუბარმა მოიტანა თორე თქვენ ეგენი ვერც მოგწუდებიან, რომ ნერვის ღერი აგიღელვოთ, ხო, ეგეთმა ან კომენტარებმა ან რაღაცა, მაგრამ ყოველთვის აგრესიული არის ისეთი ადამიანი და ანუ შეურაცხადად აგრესიული მაშინ, როდესაც იმდენად მის მტკივნეულს შეეხები, რომ თავისი თავი დაინახა სარკეში და ამაზე ბრჭყალებში გაჭედა. აი მეტი მანდ არაფერი არ არის, ახლა წარმატებულს, დალაგებულს და მოაზროვნეს იმდენი დრო არა აქვს, რომ კლავიატურის მერანი გახდეს და მით უმეტეს ცუდი კომენტარები გიწეროს. ესენი არიან უსაქმური ხალხი, რომლებსაც არაფერი ინტერესი არ გააჩნია და იკვებებიან ამ ნეგატივით და აი იმ გოგოს ოჯახის წევრების საგვარეულო პროგრამა ხო ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ აი ამ ხალხმა არიციან მე ეს ბუმერანგის პრინციპი, რაც უდათ მიუტრიალდებათ, იმიტომ რომ ზუსტად ეგ წელია 2026 წელი. ყველა შენი ბოროტი და ცუდი სიტყვისთვის, რომ ცხვირშია ესე აგაწაპნის და ძალიან ცუდი ენერგო პასუხი დაგიტრიალდება ნებისმიერს. ამიტომ ამას ვამბობ, რა შეიძლება მეტალახი მესროლო. მაგრამ იმ ტალახს რო თითხნი და ზიულავ, შენ გესრება რეალურად ხელები და მე განმომხვდება ან არა. ამიტომ ყოველი სიტყვის მხრივ პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ, რას ვუშვებთ საინფორმაციო ხრუდან, იმიტომ რომ ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. და სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. და როდესაც უსამართლოდ ტოქსიკური ხარ სიტყვით, აუცილებლად ცუდად ტრიალდება მერე ეგ და მაგიტო არიან ან დაფეხვილები არიან, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და დარბიან მერე. ბებოსონიებთან რომ გამოილოცონ და ჯადოები მოიხსნან და თვითონ არიან თავიანთი თავების ჯადოები ეგეთი ხალხი. ქეთა, დამოკიდებულების სახეები რომ განვავრცოთ.
ათ რო გვეგონა დამოკიდებულ ადამიანს ვეძახთით, ნარკოდამოკიდებულს და ნივთიერებაზე დამოკიდებულს. ეხლა რაღაც ცნობიერება ამაღლდა ამდენი პოდკასტებით, საინფორმაციო, ფაქტობრივად საინფორმაციო პოდკასტებია, ხო? და აღმოვაჩინეთ, ჩემთვის იყო სიახლე ოდესღაც, ეხლა აღარო. შეიძლება მეც დამოკიდებული მერქვას, რადგან მიყვარს ტკბილის მირთმევა. შეიძლება დამოკიდებული გერქვას შენ, რადგან თქვათ თუ სოციალურ ქსელში ხარ დიდხანს. და ასე შემდეგ. სიგარეტზე დამოკიდებულებაზე აღარა მაქვს ლაპარაკი. საერთოდ თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ ერქვას დამოკიდებული. შეიძლება ვინმე იყოს ერთი. არა, იმიტომ რომ ალბათ ბავშვი უფრო არა ბავშვიც დამოკიდებულია მშობელზე. მშობელზე. და ზოგადად ადამიანური არსია. ნახეთ, ჩვენ დავიბადეთ და ჩვენ ჟანგბადზე ვართ დამოკიდებული, ჰაერზე ვართ, რომ სუნთქვა შევძლოთ და გადავრჩეთ. სულ რომ ჩახსნა ყველა დამოკიდებულება, მაინც დაგრჩება ეგ პროგრამა. საჭირო რომია ეს კი, დამოკიდებულება? აუცილებელი. ოღონდ ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ხო? გააჩნია როგორ შევხედავთ. ის რომ ემოციურად, როცა ტოქსიკურად ხარ ადამიანზე დამოკიდებული, შენ არაფრით განსხვავდები ნარკოდამოკიდებულისგან, ამას ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ენერგეტიკულ სამყაროში ასეა და ემოციურ სამყაროშიც ასეა. მე შეიძლება გადამრჩენელი ვარ, ვიღაცა იმ ზევსის არქეტიპის ადანჰაემდე რომ ოლიმპიურს ატარებენ ხოლმე, ხო გინებით. შეიძლება მე მისი გადამრჩენელი ვარ, ვცდილობ რომ დავეხმარო და ესეთი დაუნახავი აღმოჩნდა, არ მინდა რომ სხვა სიტყვა ვიხმარო და შეუვალი ეს კონკრეტული ადამიანი, ხო? და მე ჩვევად მაქვს უკვე რომ სუნდა ვეხმარებოდე და დავუმტკიცო რომ მე კარგი ვარ და მე საჭირო ვარ და რამდენ სიკეთეს გიკეთებ და ასე შემდეგ. ზუსტად ისეთი ტოქსიკური გავლენა აქვს აი ამ ტიპის ურთიერთობას ორგანიზმზე, ფსიქოსომატიკაზე და ასე შემდეგ, ბიოენერგეტიკულ ველზე, როგორც ვიღაცა რომ კონკრეტულ ნივთიერებას მოიხმარს ბევრი წელი. აი ეს არის აქ გასააზრებელი აუცილებლად და ენერგეტიკულ სამყაროში აი ფორმებს არ აქვს იცით მნიშვნელობა. იყო რაღაც პერიოდი, მე რამდენჯერმე ვთქვი ეს და მადლობა უფალს, რომ ბევრმა სწორად გამიგო, რომ როდესაც ვნება გაქვს, აი ნებას რო ვ-ასო მოვაშოროთ, ხო? უკვე ვნება, არასწორი არჩევანი ვნება არის და ვნება არის ძალიან ბევრი, ხო? თუნდაც რამდენიმე ეს მომაკვდინებელი 7 ტიპის ცოდვა და ასე შემდეგ, ხო, რომ გავიაროთ. პედოფილს რომ ბავშვთან მიმართებაში სექსუალური ინტერესი და ვნება აქვს. ან ვიღაც რო ნაყროვანებაშია და ბევრს ჭამს და საჭმლის ვნება აქვს. ან ვიღაც ავხორცია და ასე შემდეგ ვნება. ღმერთს აინტერესებს ენერგეტიკულად როგორი ხარ, სამყარო ასე განგიხილავს და კონკრეტულად მატერიაში რაში გამოიხატა, მას ეგ არ აინტერესებს, იცით? ენერგეტიკული სამყარო ასე არ მუშაობს. ჩვენ აქ მატერიალურად გვაქვს მტკივნეული და მორალურად სწორი და არასწორი ქმედებები, მაგრამ ენერგოსამყაროში ეს ზღვარი არ არსებობს. შენ რო ვნება გქონდა, ეგ უკვე დამთავრებული ამბავია, მაგიტო არის რომ აქლემის და ნემსის ქურდი ერთია. არ განიხილება წონა და ზომა იქ და სახე. აქ მთავარია ენერგია, იმპულსი, ემოცია. ამიტომ დამოკიდებულებაც ხო ეგ არის და ზოგადად დამოკიდებული ადამიანების პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ აი ბავშვობაში სადღაც შეიძლება ჩახუტება უნდოდა, შეიძლება აღიარება უნდოდა და ყოველს ფსიქიკა ერთნაირად არ მუშაობს, შეიძლება დაცვა უნდოდა და გაექცა ამ რეალობას და ილუზორულ სამყაროში შევიდა, გაბრუნდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მოხმარება რა არის. ერთხელ იგრძნობ იმას, რაც საგრძნობი გაქვს და მერე ყოველ ჯერზე იმისთვის აკეთებ, რასაც აკეთებ, რომ ცუდად არ იყო. თორემ იმას ვეღარ გრძნობ. და ეს უკვე ჭაობია, საიდანაც ვეღარ გამოდიან. მე ძალიან ხშირად ვამბობ, სხვათა შორის, რომ მეგობრების სტრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ვინც რეჰებში ან გადაგდება, უნდა ჟარგონზე რო ვთქვათ, ხო? უნდა შეიცვალოს სამეგობრო წრე, იმიტომ რომ მეგობარიც ეგოისტურად არის დამოკიდებული, განწყობილი და შეიძლება ცნობიერად უხაროდეს, მაგრამ შიგნიდან ის კომპანიონს კარგავს და ეს არასოდეს არ ესიამოვნება, ამიტომ აი ამებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე ვიცი მშობლები, რომლებიც სირაქლემის პოზაში არიან, როგორ შეიძლება შენი შვილი შემოვიდეს, მოყვითალო ნაცრისფერი იყოს, გაწვრილებული თვალები და 20 კილო დარჩენილი და ვერ მიხვდე, რომ რაღაც ვერ არის რიგზე?
მე არ მესმის. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ გაუგია ოჯახის წევრს და აი წეღან ახლა მე ჩემ თავზე რო ვთქვი, როდესაც ძალიან დიდ ტრაგედიაზე ან ისეთ ინფორმაციას ვიგებ, რომელსაც ჩემი ფსიქიკა ვერ გადახარშავს. რაღაცა ჩემ დაუნებურად, ხო, აი ვითომ ეს არ მომხდარა. შეიძლება იგივეა, არ არის გამორიცხული. ხო, ნუ პრინციპში ესე გავამართლებდი ბჭყალებში მშობელს, იმიტომ რომ გააჩინე, გაზარდე და მე იმას უყურო, რასაც უყურებ, ამის ატანა ფსიქიკისთვის ართულია. აბსოლუტურად მესმის, მაგრამ იცი რა, როდესაც შენამდე ინფორმაცია მოაქვს და ღვთისმადლით 21 საუკუნეა და წრეებია 12 ნაბიჯი ხო თუნდაც კი, ეხლა ძალიან გამოსავალი და ასე შემდეგ, ანუ აღარ არის სირცხვილი, ხო და იქ თანადამოკიდებულების ჯგუფებიც არის, იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებულთან რო ცხოვრობ, შენ ფსიქიკა გეცვლება ადამიანს, შენ სხვანაირი ხარ. და იცით რა არის, აი არ ვიცი ამას რამდენად გამიგებენ, თქვენ რო გამიგებთ, რასაც გულისხმობ, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჭიპმოჭრილი სპეციალისტი ხართ და კვალიფიკაცია გაქვთ მაგ მხრივ უმაღლესი, ხო? ანუ ადამიანი როდესაც თანადამოკიდებულებაში ხარ, შეიძლება გინდოდეს გამოჯამრთელდეს, მაგრამ ქვეცნობიერად იმდენად მიჩვეული იყო, რომ გადამრჩენელი ხარ, რომ ისეთ კონფლიქტებს იწვევდეს შენ დაუნებურად, რომელიც ტრიგერი, ანუ მაპროვოცირებელი იქნება, რომ წავიდეს და მოიხმაროს. აი მან იმდენად დეტალები და ისეთი ნიუანსებია გასათვალისწინებელი, რომ ოჯახი უნდა იყოს ჩართული და ეს არ ესმით გესმით. მოიხმარა და მორჩა ხანდა დღესასწაულებს. აი ეს არ ხო, რა დღესასწაულებს ვიტყვი პაპრაზნიკამ და ეს პაპრაზნიკამ შეიძლება იყოს ხო სისტემატიური იდეაში, ხო. ხო, ძალიან რთულია ეს თანადამოკიდებულები ქვიათ, ხო? ცოლი იქნება, შვილი იქნება თუ ოჯახის წევრი, ნარკოდამოკიდებულთან ერთად ვინც ცხოვრობს. აი შეუძლებელია, შეუძლებელი არ არის, ძალიან რთულია აუხსნა, რომ ადამიანი, რომელიც ყავს გვერდით, შენ მისთვის ხარ ფაქტიურად პირველი მტერი. ურთულესია. ეს რანაირად უნდა გააგებინო. ნუ ალბათ დიდი დრო ჭირდება და უნდა მოინდომოს თვითონაც. მე მინახია ესეთი ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ. აი დაუყვირეთ, ხო ჩემთვის არა, მაგრამ რა სისულელეა. როგორ შეიძლება მე მინდოდეს ჩემი ქმრის ნარკომანობა. აი ეგ არის ნარცისი უკვე. ეგ არის ქალი ნარცისი, დედაც და ცოლიც, რომელიც 1 გრამით არ უშვებს, რომ რაიმე წვლილი მიუძღვის თავისი მეორე ნახევრის. არა, იცი რა არის, ქეთა მართლა რთული აღსაქმელი. მათ ადგილას მე რო ყოფილიყავი, ნუ არ ვარ, მაგრამ რო ყოფილიყავი, მიფიქრე ამაზე, ძალიან რთულია ხა, აი თითქოს გემთელი ცხოვრება გემსხრება. და თავდაყირა და ანუ უნდა დაიბადო თავიდან თუ ხარ ამისთვის მზად. ხო, მაგრამ ლიკარა არის იცით, ანუ მე ხა რაღაცა დეტალებში რო შევიდა ჩემ ეზოთერულ პრაქტიკაში, დამოკიდებულიც ყოფილა და ნუ უკანასკნელი რამდენიმე წელი არის აქტიურად, აი ამ კუთხით ნარკოლოგიური კუთხით ძალიან ბევრი შევიმეცნე და მადლობა უფალს, რომ შევძელი და ბევრ ადამიანსაც, ნუ იმოცემულობით რაც შესაძლებელი იყო დავეხმარა, იმიტომ რომ ეგ დამოკიდებულებას ნუმეროლოგიური მიდრეკილებებია გაგიკვირდებათ, ნუ ყველა სული მაგიტომ არ არის ნარკოდამოკიდებული, კონკრეტული ადამიანები არიან, იმიტომ რომ დაბადების პროგრამებში არის რაღაც ისეთი ნიუანსები, რომელიც განაპირობებს და ნუ ხდება ხოლმე ვიღაცას აქვს შანსი, იმიტომ რომ დადებითი რაღაცა სპექტრები და გავლენებია, მაგრამ არიან სულები, რომლებიც უნდა დაიღუპნონ აუცილებლად და აუცილებლად რაღაც ნივთიერით უნდა დაიღუპნონ, რომ თავისი კარმა გაიარონ და ისწავლონ და ნუ მოკლედ სტატისტიკით ADHD აქვს, ან მიდრეკილნი არიან. ძალიან დიდი პროცენტი ალკოჰოლის და ეს ნარკოდამოკიდებულობა აქვს სამწუხაროდ. მაინტერესებს შენ აგზავნის რეაბილიტაციო ცენტრებში თუ შენ თვითონ მუშაობ, გაქვს რაღაც სქემა, პროგრამა ესეთ ადამიანებთან? იცით, პირველ რიგში მე რა თქმა უნდა ვაკეთებ ანალიზს და ვეუბნები ყველაფერს რა როგორ არის, ანუ დიაგნოსტირება ხდება, მე ვუყურებ ანუ მოცემულობას, თუ მე შემიძლია რომ ამ ადამიანს რამდენიმე საუბრით, ანუ მაგალითად რაღაცა კონკრეტული არხი გაუხსნა, რომ ცოტა სააქაოდ მოტრიალდეს და გავლენა ვიქონიო სპეციალისტის გარეშე ბუნებრივია მაგას, ანუ არასოდეს მოვიყვანა
ამ რაღაც კონკრეტულ წერტილამდე, რომ გადაწყვეტილება მივაღებინო, რომ აუცილებლად მისასვლელია ან ნარკოლოგთან, ან რაიმე კლინიკაში, ან სადმე რაღაცა სივრცეში, სადაც უკვე სხვანაირი სპეციალისტები დაეხმარებიან, იმიტომ რომ ამას თავისი სტაჟი ჭირდება, განათლება ჭირდება და ბუნებრივია ახლა, რომ მე იმ სიღრმით ვერ დავეხმარები, იმიტომ რომ იქ თერაპიაც არის დაწყებული ნივთიერით დამთავრებული ფსიქოლოგიით, ხო და შესაბამისად ჩემი მთავარი მიზანია, რომ აი აქეთ გადმოვხარო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა. დანარჩენს უკვე ექიმი იქნება, მაგალითად, მამაო იქნება, ლოცვების მხრივ თუ ექიმი, ანუ ნარკოლოგი, სიტყვაზე ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ასე შემდეგ, მე არასოდეს ჩემ თავზე არ ვიღებ იმაზე მეც, ჩემ კომპეტენციას არ ვწდები. არა ხო, რომ ცოცხს დაუწვავ და დაფნას ახლა და გამოჯამრთელდები ცხოვრებაში ეგეთი რაღაც არ მიკადრია, ანუ. კარგი, კითხვა რომელიც ბევრს აინტერესებს. რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და პარაფსიქოლოგიას შორის? და აი ეს სტატუსი მოგწონს შენ, როდესაც ამბობ შენ თავზე, რომ პარაფსიქოლოგი ვარ. იცი რატო გეკითხები? აი, ჩემთვის თქვათ კრიმინოლოგი ქეთა ჯანდიერი უფრო საინტერესო იქნებოდა. თუნდაც ჟღერადობით, თუნდაც რა ვიცი, აი, რატო იცით რა, წარმოედგინეთ ლიკა, ეზოთერიკა არ უნდა ხალხს და ჩემი კვანტური ფიზიკები და ხა კრიმინოლოგიაზე რომ დამჯდარიყავი და რაღაცა მესაუბრა, მასას არ უნდა გესმით. ამიტომ ნუ ეს ფრაზა ცოტა აშინებთ თუ რა ვიცი რა ხდება. მე რა მასას მოირგე თუ რა ხდება? არა, იცით რა არის, მე მინდა რომ ეს პროდუქტი რასაც ვქნი გამოვიტანო და მოყევი შენ ცოდნას და პროფესიას, აი რაღაცა ვერ ვთმობ ახლა მე, იმიტომ რომ ხო, ჯერ ის ერთი არ მგონია რომ ბევრი კარგი სპეციალისტი ყვავდეს. საერთოდ არ არის კრიმინოლოგიური სკოლა ჩვენთან. და აი ერთი რო ყოფილიყო ამ შანსი იყო და ისიც შენზე მოგსაუბარი და რამდენად საჭირო არის. როგორ თუ არა საჭირო? ნუ არ ვიცი, რამდენად საჭირო არის საჭირო? ეს ჩემთან არ არის დასასმელი ეს შეკითხვა. ხო, ზოგადად არის საჭირო? თუ საჭირო იყო, მაშინ ვიქნებოდი ალბათ, ხო? ეს კი არ არის საჭირო. სხვა ინტერესები გვაქვს საზოგადოებას ზოგადად საქართველოში. ჩვენ ან სიღრმეები არ გვინდა. ჩვენ გვინდა რაღაცა ზედაპირული რაღაცები. გინდა იურიდიულში, გინდა სამედიცინო სფეროში, გინდა ეზოთერიკაში. თუმცა ზედაპირული არ არის არც ეზოთერიკა და არც პარაფსიქოლოგია. არა, მაგრამ ნუ ესე გვირჩევნია, ყვითელი უნდა ხალხს, მარტივი უნდა ხალხს არ უნდა სიღრმეები. ხო, წარმოიდგინეთ მესმის მათი ოკეანის წინ დგახარ. და მიუხედავად იმისა, ცურვა იცი თუ არა, სიღრმეს უყურებ და პირველი იმპულსი შეიძლება იყოს შიში, ხო? რო გშთან თქავს. ამიტომ ნუ ყველა სფერო რაც ჩემს ირგვლივ არის, ძალიან მასიური არის და ამიტომ ეს პარაფსიქოლოგია რა არის? პარა ბერძნულად, ფსიქოს, ანუ ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიაზე მეტი. სიტყვა სიტყვით რო გადმოთაგნო და ეზოთერიკა არის მატერიაზე მეტი, იმიტომ რომ ფსიქიკა არის მაინც ტვინი. იმიტომ რომ იქ არის ცნობიერი პროგრამები, მარჯვენა მარცხენა სფერო, ჰიპოფიზის უბანი და ასე, ან მაინც ბიოლოგიამდე დადის რაღაცები, რომელიც ბიოლოგიური ორგანოდან გამოწვეულია, როგორც ემოცია, ან ქცევის მოდელი და ასე შემდეგ. და ენერგია, როგორც ასეთი, პროგრამები, შობლის ენერგია და ასე შემდეგ, ეს უკვე ამის მიღმიერი არის, ხო? აი ჩაკრები მაგალითად, ენერგოცენტრები, რასაც მე აქტიურად დავიწყე უკვე ჩემს პაციენტებთან მუშაობა და ცნობიერების ამაღლება, რომ ნებისმიერი ორგანო და ნებისმიერი ენერგოცენტრი ერთმანეთთან კავშირშია, ხო? და რა პრობლემა შეიძლება მოყვეს, როგორ მიხედონ თავს და ასე შემდეგ. და ამიტომ აი ეს პარაფსიქოლოგია ზუსტად ეგ არის, თუმცა მე არ ვუარყოფ და არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ კლასიკური ფსიქოლოგიის სპექს და ინსტიტუტს, ანუ ის აუცილებელია. უბრალოდ მე მაქვს ცოტა განსხვავებული მიდგომა და მუშაობის მეთოდი. ასე იგი შენ არ შეგაშინა ეზოთერიკა. მე 26 წლის წინ დავიწყე პირველი რაც ჩამივარდა წიგნი, სერგეი ლაზაროვმა გამიტაცა ძალიან. გიჟდები ისე მიყვარს. ხო, აი ადამიანი, რომელიც აი დღემდე ვარ აღფრთოვანებული. თუმცა ბევრი ავტორი ალბათ ყოლია მე და შენც რომ აი ვკითხულობდით, აღფრთოვანებული ვიყავით და აი მე გვიგვირდა ეს ამბავი. სერგეი ნიკოლაევიჩ ლაზარევი, სერგეი ლაზარევი რაღაც სხვა ფენომენია. კი, ნამდვილად. და აი ძალიან ბევრი ეზოთერულ ლიტერატურას ვკითხულობდი და მე ცოტა შემეშინდა რა დამემართა, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მე მქონდა მაქვს ეხლაც აქტიური სამოდელო კარიერა და სამოდელო სააგენტო. გოგონებს, ქალებს, ქალბატონებს ვასწავლე სიარულის ხელოვნებას. რა მაგარი. მოვწყდი ამ ყველაფერს. ანუ იმდენად გადავერთვი, ანუ ეს იყო თემები, რასაც ვკითხულობდი, რასაც უნდა მეფიქრა, რაღაცები გამიანალიზები, ნახე ესე თხა და გიგოსავით, ხო ვარ წაიკითხავ ესეთ ლიტერატურას, ეხლა თუნდაც ლაზარევი რასაც წერდა. და ჩემ დაუნებურად იმდენად მოვწყდი, რომ
ფაქტიურად ეხლა არის საჭირო სამსახური პროფესია, საქმე, იმიტომ რომ ცხოვრება გვინდა, ხო? ყოფით ცხოვრებაში ძალიან შემიშება ხელი. და მე რაღაც რამდენიმე წელი მივხვდი, რომ ანუ ვერ ვაბალანსებდი. ნუ ხა შენ შემთხვევაში ეს პროფესია გახდა და ხო, შენთვის მარტივია. მაგრამ აი მე ოღონდ ძალიან დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ უკვე რაღაც აღარ მეცალა რაღაცეებისთვის. გაკვეთილზე უნდა წავსულიყავი და ამ დროს მე ვტიროდი, იმიტომ რომ სერგეი ლაზაროვმა რაღაც ამომიტივტიო და გამახსენა და ხო, მე ეს ყველაფერი ჩავანაცდა და ცოტა სხვა რაღაცებში მე ვარ აი მაძიებელი, სული მაძიებელი ადამიანი, რომელსაც ძალიან სუკითხები მაქვს და ეს პოდკასტის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გავაკეთე, ჯერ ერთი ჩემი პროფესია, ტელეჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტის და როდესაც დაიწყო ეს პოდკასტების ბუმი, აი უცებ გამოვიხედე და უკვე დაახლოებით 15-20 პოდკასტი იყო ისეთი პოპულარული, რომელსაც მეც დიდი სიამოვნებით დღესაც ვუსმენ და ვუყურებ და მეთქი ლიკა არ უნდა დაიგვიან. გავაკეთე. სხვადასხვა აი ათლს არ ვაკეთებ არ მახსოვს შენ მე რამდენი სტუმარი ხარ ჩემთვის და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა და მინდა რომ გავაქრძელო. აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თქვენი გადაცემა ყოველთვის, ძალიან საინტერესო ადამიანებს იწვევთ და ძალიან საინტერესო მანერა გაქვთ საუბრის და ზოგადად კომუნიკაციის და დღევანდელობაში იმდენად ჭირს თქვენნაირი კარგი მსმენელი ლიკა, რომ ეს არის საოცრება და ძალიან დიდი ფუფუნება, რომ გარდა იმისა, რომ ინტელექტუალი მოსაუბრე ყავს ადამიანი, რომელსაც მოსმენის კულტურა აქვს და გაცდის საუბარს და ამისთვის თქვენ ძალიან დიდი მადლობა და ესეთი ხარისხიანი გადაცემებისთვის. იგივეს ვიტყოდი, ქეთა, მადლობა. შენზე და თქვენზე არ ვამბობ. კითხვები არ მომიმზადებია, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ნებისმიერ საკითხზე, რაც მე მაინტერესებდა, ამომწურავად მიპასუხებდი. დამშვიდობები ჩემ მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კითხვები და კომენტარები.